უკრაინელი ჯარისკაცები მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება. მე-13 ეროვნული გვარდიის ბრიგადის ხარტიის ჯარისკაცებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული პარტნიორის სამხედრო დახმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია. რაც შეეხება დახმარებას, მე მჯერა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება, რადგან ამერიკა უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია და ასეთ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხარტიის ბრიგადა ხარკივში 2022 წელს შეიქმნა, რომ ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან დაეცვათ. ბრიგადის მეთაურის თქმით, ახლა ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია. აქ ყოველთვის ბევრი სამუშაოა. ჩვენ მტრის შევიწროებას კონტრსაარტილერიო მოქმედებებით ვახერხებთ. ფრონტის ხაზზე მდგომარეობა სტატიკურია, თუმცა ყოველდღიურად ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ. ყოველდღე რამდენიმე მეტრით წინ მივიწევთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის მიწოდება განაახლა. კიევმა კი დაადასტურა, რომ უკრაინა 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ზავი მხარეებს საშუალებას მისცემს სრულიად მოამზადონ ომის დასრულების ეტაპობრივი გეგმა, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. მხარეები ახლა მოსკოვის პასუხზელიან. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მხარეებმა მოვლენებს არ გაუსწრონ. ვაშინგტონში კი ამბობენ, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.